მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იუმორზე, ოღონდ ამჯერად სერიოზულად, თუმცა არ ვიცი ეს როგორ გამოგვივა, რადგან დღეს სტუმრად ისეთი ადამიანები ყავს, რომლებთან დანახვაც უბრალოდ ღიმილს იწვევს. სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც შრომობენ იმისთვის, რომ შექმნან ხარისხიანი იუმორი, შექმნან ასე ვთქვათ, რეიტინგული იუმორიც და სწორედ პირველი კითხვით ამ ადამიანებთან გადავალ. ჩვენი სტუმრები არიან ბატონი გოჩა თანდარაშვილი, ნიკა გავდარაძე და ფსიქოლოგი ბატონი გაგა ნიჟარაძე. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ პირველ რიგში გოჩა შენ მოგმართავ კითხვით, თუ შეგიძლია დაახასიათო ის მაყურებელი, რომლითვისაც თქვენ ყოველდღიურად შრომობთ და რომლითვისაც თქვენ პროდუქციას ქმნით. აი როგორია მისი პროტოტიპი, ვისთვის ქმნით თქვენ პროდუქციას? ქმნით ჩვეულებრივ, აი როგორც წარმოგიდგენიათ, ერთი საშუალო არითმეტიკული ქართველი, ასე რომ ვთქვათ, ქმნით იმისთვის, ადამიანისთვის, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ისეთ პირობებში, როგორში ცხოვრობს თითოეული ჩვენგანი, იგივე გარემოში, იგივე სოციალურ სივრცეში, რა პრობლემები აქვს, რა უხარია, აქედან გამომდინარე, ანუ თითქმის აი როგორც წარმოგიდგენიათ, ერთ ჩვეულებრივ ეს არ არის რაღაცა სიტყვაზე ძალიან ვთქვათ, ვაკეთებ 5 მილიარდერისთვის გადაცემას, არ ვაკეთებ 100,000-ობით გაჭირვებულისთვის. ანუ ზოგადად საშუალო დონე, როგორც არის საქართველოს ჩვეულებრივი მაყურებელი, ვინც არის ტელევიზიის, ტელეეთერის, იმ ადამიანისთვის ვაკეთებ და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან თავისი შეხედულებებით, თავისი რაღაც სხვადასხვა ინტელექტით, თავისი განათლებით, ან რაღაც სხვადასხვა იმებით, კრიტერიუმებით შეიძლება მათ დაყოფა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ადამიანები არიან, ის ადამიანები, რომელთა გარშემო ჩვენ, რომლებიც არიან ჩვენ გარშემო, რომელთა სივრცეში ჩვენ გვიწყებს ყოფნა. არ მინდა ცოტა ისე გამომივიდეს, მაგრამ მინდა ვქრიდე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ცოტა უფრო ისეთ იუმორი, რომლებიც გაიგებთ ცოტა უფრო ისეთ იუმორს, რომელსაც დაჭირდება და რამდენიმე ზედმეტი წიგნის წაკითხვა, მაგალითად. ხო, აი, თქვათ, ჩემთვის ყველაზე საყვარელი მებებია ილიკო და ილარიონის და თქვათ, ასტრიდ ლინდგრენის, კარლსონის გარდა კიდე 1-2 წიგნიც რო ქონდეს წაკითხული, აი იმისთვის მინდა რომ ქმნიდე. ნიკა, შენ რას დაამატებდი? ვისთვის ქმნით პროდუქციას? როგორია ეს აუდიტორია? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში რისთვისაც იქნება იუმორი, ეს არის, რომ აუდიტორია იყოს მუდმივად ზრდადი, თვითონ ფუნქცია იუმორის ეს არის. ეს არ არის რაღაც გაყინული სივრცე, სადაც შენ იუმორს ქმნი და მე იქ არაფერი არ იცვლება. აუდიტორია იცვლება, თუ კარგი იუმორისტები თუ არსებობენ სამყაროში და ქვეყანაში ამ შემთხვევაში. მაშინ მოხმარებელიც იცვლება, იზრდება და შენც იძულებული ხარ, რომ უკვე მე ახალ ეტაპზე გადასულ მაყურებელს ახალი რაღაცა შესთავაზო, იმიტომ რომ ჩვეულებრივად საზრდოა ეს ანალიზისთვის, ფიქრისთვის, სიცილი არის საშუალება, რომ სერიოზულ საკითხებზე ადამიანებს ესაუბრო ამ ფორმით, ხო? აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა საქართველოს ვაკეთებთ, ერთადერთი რასაც დავამატებდი მე დაუშვათ გოჩას, აი მისთვის მინდა შექმნა, ერთადერთი ვისურვებდი, რომ უბრალოდ დიდი აუდიტორია იყოს უფრო. ზოგადად თქვენთვის, ჩემთვის, ყველა ბიზნესმენისთვის ამ ქვეყანაში კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ რაღაც პროდუქციასაც ვაკეთებთ, იმას ყავდეს მეტი მომხმარებელი. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ ცხოვრობთ რეგიონში, სადაც ჩვენი ენა იქნება უფრო დიდი მოხმარების, ან თუნდაც ვიყოთ ნახევრად დაუშვათ, არ ვიცი, ინგლისურენოვანი სამყაროც ვიყოთ და შესაბამისად ჩვენი პროდუქტი იქნებოდა უკვე ევროპისთვის, სხვადასხვა ქვეყნების. აი ეს უფრო მანევრულებს, ვიდრე ის რომ ადამიანები რომ ბევრ წიგნებს არ კითხულობენ, ეს მარტო იუმორისტების პრობლემა არ არის, ეს ყველაფრის პრობლემა არის და შესაბამისად აი ამას უფრო ვისურვებდი, რომ დიდი აუდიტორია არსებობს. ამ პასუხის შემდეგ ძალიან საინტერესო იქნება გავიგოთ, რას ფიქრობს ის ხალხი, როგორია ის ხალხი, ვისთვისაც თქვენ ქმნით პროდუქციას, ამას ჩვენი სტუდენტების სიუჟეტიდან შევიტყობთ. ვანო შოუ მაგალითად ძალიან მომწონს. TV11 უყურებს სიამოვნებით. მაყოფილი ხართ გადაცემებით? კი, სხვათა შორის, კი. ცოტა მოძველდა იუმორი, თორე იუმორისტული ეგ ვანო ჯავახიშვილი ხო სულ იუმორისტულია ჩვენო. მარტო იმას აცილობს ხალხი როგორ მაყოფილი ხარ თუ არა? მაყოფილი როგორ არა ვარ. მე კი არა თბილისი აქ მაყოფილი ხალხი, რომელიც გაუბედურებულია ამ ეკონომიური მხრივ. ხანდახან უყურებდა, გეღიმება, მაია ასათიან, აი ძროა ნანუკა ჟორჟოლიანი,
ეგენი არის გადა ძალიან კარგია კიდე დებატები როა ნაციონალებსა და ოცნებას შორის. ქართული იუმორისტული გადაცემებს თუ უყურებთ? ყველაფერს უყურებ. და ჩამოფიქრეთ რომელს უყურებთ? რომელს უყურებ? გამავიწყდა. ყველაფერს უყურებ რა და მომწონს კიდეც. კმაყოფილი ხარ? კი. დაახლოებით რომელი გადაცემა? იმედზე უყურებ რაც არის ყველაფერს. კიდევ იმედზე. ხანდახან რუსთავიურზეც. ხანდახან. არაფერს შეცვლილი? არა. ზოგჯერ ისეთ რამე გადის, რომ აღარ გინდა რომ შეხედო. ანუ საერთოდ არაფერი არ მოგწონთ ქართული იუმორისტული გადაცემებში. ოთარ დატიშვილი კარგად მიყავს. და მომწონს, თავიდან ბოლომდე უყურებ. სხვას ხო არ გაიხსენებთ? ხო, სხვას ახლა ახალი რო შემოიღეს ეს სამი ბიჭი რო ჯდება, მაგით იუმორი მე არ მომწონს. ქართული იუმორისტული გადაცემებს თუ უყურებთ? ქართული ვაიმე რომელია ბადედიკო შენ ჩამწერი ხარ ესა ქალბატონო ვაგიცხუთი ერთხელ სპორტის სასახლეს და მალაპარაკეს და მე სიცილით გაიხდი ქართული იუმორისტული გადაცემებს თუ უყურებთ? იუმორისტული რომელია მითხარი თქვენ თუ გაიხსენებთ? ოდიშვილი იუმორისტულია თქვენ თვლით? მე კი ანუ მოგწონთ? ღამე რო არ ვუყურო ისე არ დავიცინებ მოგწონთ? უფრო რუსულ გადაცემებს უყურებ. არ რუსული იუმორისტული მოგწონთ? ძირითადად ქართული გადმოტანილია. აი იგივე კლუბ 11 რო ვთქვათ, კლუბ შოუს ბიჭების იუმორიც. რუსულიდან არის წამოსული ძირითადად ამერიკული სკეჩებიც აქვს და ვირჩევნია ორიგინალში უყურო. არ უყურე. რატომ? არ მომწონს, არ მეცინება. არ გეცინება. თვლი რომ დაბალი ხარისხია? კი. თვლი რომ დაბალი ხარისხი. ვერა. ქართული იუმორისტული გადაცემებს თუ უყურებთ? ხანდახან. რომლებს ჩამოყალიბებთ? კომედი შოუს. მარტო? კი. აკმაყოფილი ხართ? ისე რა. რა გაგითხრა, ანუ ვუყურებ ხოლმე რუსულ იუმორისტულ გადაცემებს, მაგათთან შედარებით, ნუ რა გითხრა. კი. ტელევიზორს არ უყურებ. საერთოდ მოგწონთ ქართული იუმორისტული გადაცემები? დიდი, ძალიან დიდად. კმაყოფილი ხართ? დიახ, ნამდვილად. ჩემიერისაც, ბერისაც, ყველას შვიდობა და ბედნიერება. კარგით, დიდი მადლობა. ქართული იუმორისტულ გადაცემებს თუ უყურებ? ხანდახან. რომლებს? კომედი შოუს. კომედი შოუს უყურებ ხოლმე და მეტი არაფერს. კმაყოფილი ხარ? ისე რა. არ ვიცი მომეწონოს თუ არა, რა ვიცი. ხანდახან ზასიდებელია ხოლმე, ხანდახან არ არის, რა ვიცი, ვერ გავიგე ვერაფერი ვაფშე მაგათი. რატო ხუმრობენ ხოლმე? კარგი, მადლობა. დიახ, უყურებ. ეცოტით გამარჯობათ. უყურებთ თუ არა ქართული იუმორისტულ გადაცემებს? დიახ, უყურებს არაბიძენიკა მომწონს განსაკუთრებით. რომელ იუმორისტულ გადაცემებს უყურებთ? ნუ არხი არის ტელევიზიაზე, რომელსაც უყურებ. შემახსენიება რომელი არხია? კომედი შოუს. დიახ, კომედი შოუს უყურებ. TV11. დიახ, TV11-ს უყურებ, თან საქმეს ვაკეთებ, თან უყურებ. განსაკუთრებით მომწონს არაბიძე ნიკავი, იმიტომ რომ დასავლეთიდან არის, გუდაიზელია. კიდე და გაინტერესებთ კმაყოფილი ხართ თუ არა? გადასარევია, აი ხო ხუმრობ, მაგრამ გადასარევია, მართობს, აი ამ საქმის კეთებაშიც მართობს. და კარგ ხასიათზე მაყენებს, რაც მთავარია. 90-იანებში საწაიღეს ხალხის ანაბრები, რა თუ ვინმე დააგვიბრუნებს, შემშობლებს დაუბრუნებს, ძალიან კარგი იქნება. ეგ რა შოში იყო. ეს ტელევიზია ქართული იუმორისტული ტელევიზორში არ გამომაჩინო. ტელევიზორში არ იქნება ნალგოა. წინაც ვიყავი ნაგავს. უყურებთ თუ არა ქართული იუმორისტულ გადაცემებს? ხანდახან. რომლებს? ან კომედი შოუს, TV11-საც, კომედი არხსაც. კმაყოფილი ხართ? მეტნაკლებად. და ვიცი, ალბათ უფრო ხარისხს გავზდიდი ამ იუმორისტული გადაცემების. უფრო ინტელექტუალური ხუმრობები და არა პიარისტული მხოლოდ. არ არის იმდენად იუმორისტული, რომ საყურებლად ვირდეს. ამერიკული იუმორისტულ გადაცემებს უყურებ, ჯიმ ფალონის შოუს უყურებ, ენ დეიჯენერისის შოუს უყურებ. ანუ კმაყოფილი ხართ და ჩვენი იუმორში არაფერს არ შეცვლილი? ბევრ ამას შევცვლიდით და. დაახლოებით? ძირითადად მსახიობებს. უფრო. კარგი, მადლობა. ქართული იუმორისტულ გადაცემებს თუ უყურებთ? არა. რატომ? საშინელება და იმიტომ. არ ხართ კმაყოფილი? არა. არ ვიცი, ძალიან არ მომწონს, რა ვიცი, გააჩნია იუმორისტულ გადაცემასაც, მაგრამ არ რომელი?
ყველაზე მეტად? ნუ ყველაზე კაი იუმორისტული კომედი შოუა ალბათ. სხვათა გაიცნო. კიდე არის გააცინე და მოიგე, მაგრამ ძალიან დებილობა არ მიყვარს. ანუ პროვინციული იუმორია რა. ვისაც როგორ უნდა ისე ხუმრობს? ბატონო გაგა, შეგვიძლია თუ არა დავახასიათოთ ადამიანი იმის მიხედვით, თუ მას რაზე ეცინება, როგორია მისი ერუდიცია, როგორია მისი განათლება, როგორ შეგვიძლია ესეთი ადამიანი დავახასიათოთ? იცით რა, იუმორის გზნობა მე არ ვიცი რაზე დამოკიდებული, მაგრამ შეიძლება ძალიან განათლებული ადამიანი იყოს და ნოლი კონდეს იუმორის გზნობა და შეიძლება სულად გაუნათლებელი და ძალიან მხიარული და რასაც ქვია გონევა მახვილი იყოს. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ახლა ფლატასი არ არის. უნდა წაკითხული რაღაცა ქონდეს, უნდა ნანახი ქონდეს რაღაცა. და რა თქმა უნდა შეიძლება ლაპარაკი იმაზე, ვინ რა გადაცემას უყურებს, რა ფილმზე ეცინება, რა წიგნზე და რაზე არა. მე ერთი ადამიანი ვიცი, საკმაოდ კარგი მეცნიერი, რომელსაც ჰქონდა ნულოვანი იუმორის გზნობა და ეგონა რომ იუმორი საერთოდ არ არსებობს. და ყველა დანარჩენი ასე ვთქვათ აშაყირებს მას, როდესაც რაღაცაზე ეცინება და ექსპერიმენტებს აყენებდა თვითონ რომ რაღაც ანეკდოტს მოუყვებოდნენ, მივიდა და სხვას უყვებოდა. ის კვდებოდა სიცილით და ეს არა, მაინც ვერ კვდებოდა. და ბოლო მიხვდა რომ რაღაცა არის, რაც მას ასე ვთქვათ ვერთმა არ უბოძა. საერთოდ აქ რაზეც იყო ლაპარაკი, ანეკდოტების და ნუ ძირითადად ანეკდოტებზე აგებული ჩვენი სატელევიზიო შოუები ამ ჟანრის არის. ძირითადად სამი თემაა. სექსი, საპირფარეშო და პოლიტიკა. ჯერ კიდე ზიგმუნდ ფროიდმა შენიშნა. და კიდე არის ეროვნული სტერეოტიპები. რელიგიური ხო, ნუ ასე რაღაც ტიპაჟები დიდი სოციალური. ადამიანი რატო იცინის? ბავშვი პირველად იცინის ცირკში, რომ წაებან და ხედავს, რომ ცირკის მანქანა ეცემა რაღაც სულ ხმით ლაპარაკობს და გზნობს, რომ თვითონ ეგეთი არ არის. თვითონ უფრო ჭკვიანია, უფრო ღონიერია, უფრო ასეთ სიტუაციაში ასე არ მოიქცევა და ამიტომ იცინის. კაცი მიდის ქუჩაში დაეცა. ეს არის მუდმივი თემა, ასე ვთქვათ, შოუებისა, კომედიებისა და ასე შემდეგ. რატომ მე ხარ დავეცი? იმან გამოიჩინა რაღაცა უხერხულია აუდეორო. ასე შემდეგ. მაგრამ ნუ მე რთულდება და რთულდება. მაგრამ აი იუმორისტის შრომა ჯოჯოხეთური. მე მახსოვს დიდ იუმორის ო ჰენრის აქვს ერთი მოთხრობა თავის თავზე დაწერილი რა საშინელებაა იუმორისტობა, იმიტომ რომ ყოველდღე მიყავდა რაღაცა რუბრიკა გაზეთში და ყოველ დღე რაღაცა ახალი უნდა მოეფიქრა, რაც ბეზდება ადამიანს. აი ვერჯერ აი ჩვენმა რესპონდენტებმა თქვეს, ხო? მე მახსოვს პირველად რომ ბენი ჰილის შოუ ნახე, თუ არ მოუგებოდი არ მეკონი. მეორეჯერ, მესამეჯერ და მეათეჯერ უკვე აღარა. არის საჭირო შეცვლა. ზოგიერთს ეს არ ბეზდება. აი რუსულ იუმორზე ლაპარაკს არ ვეთანხმები, იმიტომ რომ დეჩემთან მოვლელი დადის რუსულენოვანი, რომ დღე და ღამე უყუროს რაღაცა რუსულ გასართობ არს და ნუ ჩვენ ჯობია. ნუ გარდა ერთი გამონაკლისისა, მიხაილ ჟვანიცკი არის ცოცხალი გენიოსი. ეგეთი იუმორის პატრონია, არ ვიცი, უც შემთხვევაში ცოცხლებში და სივრცეში დავდოთ არა. ასე რომ რა თქმა უნდა, ადამიანის იუმორი გრძნობა კი, რა თქმა უნდა, ლაპარაკობს მასზე. და შეიძლება თქვა, რომ იცით არის, ყველა გამოკვლევა, რომ იუმორზე წამიკითხა, ეს საშინელად მოსაწყენი. და მოდი გავახიარულოთ ახლა. მე მოგიყვებით ერთ ამბავს, რომელიც არის გენიალური ჩემის აზრით, გონება מחვილობით, ოღონდ არ ვიცი ზუსტად თუ ის ეკუთვნის, ორი ავტორი მიაწერა. ერთმა ქართულ პოეტმა თავის დროზე გამოუშვა ბულგარული პოეზიის თარგმანები. იცით ეგ ვერ ვხსენე. და რაღაც კულუარებში წერალთა საკითხს მიდის ამაზე დისკუსია. კი არა, როგორ თარგმნა მაგას ბულგარული, მაგან არ იცის. ნუ ალბათ რუსულიდან ვიღაცა თქვა.
რუსულიც არის. და ამ დროს ზოგი მიაწერს სტალინ ჭანტურია, ზოგი ნოდერ დუმბაძეს. აი მაგან რუსული იცისო, ეგ არის ბულგარი. ესე იგი რა გამახინჯებული რუსული ცოდნა. კარგი, ძალიან საინტერესო იყო და ალბათ ისიც საინტერესოა ვნახოთ რაზე ეცინება დღეს თქვენ აუდიტორიას. ჩვენ ამაზეც მოვამზადეთ სიუჟეტი და ვნახოთ. მითხარი რაზე იცი და გეტყვი ვინ ხარ შენ. არ ვიცი ასეთი გამოთქმა არსებობს თუ არა, მაგრამ სიცილი რომ ძალიან სუბიექტური რამაა ფაქტია. ზოგს როგორც ამბობენ თითის აწევაზე ეცინება, ზოგი კუთხური კილოს გაგონებისას კვდება სიცილით. ზოგი ინტელექტუალური იუმორს ეძებს, სხვა სარკადრულობს და ასე შემდეგ. დღეს სიცილი საკმაოდ სარფიან ინდუსტრიად იქცა. თუ ეცინებათ, ესე იგი ფულსაც გადაიხდიან. ამ ლოგიკით უკვე წლებია იუმორინა ფილარმონიის დარბაზებს ანშლაგი თავსებს. ტელევიზიებმა ცალკე არხები შექმნეს, სადაც მხიარულთა და საზრიანთა მთელი ჯგუფები დაუღალავად შრომობენ ჩვენს გასაცინებლად და რეიტინგის მიხედვით შედეგსაც აღწევენ. აი მოკლე რეტროსპექტივა რაზე ეცინებათ დღეს. მოემზადეთ 3, 2 და 1. Avşi ağabeyim strateji siyaki ardı. Radgar buluşuyor. Kokura gazı. Rasta mı kaçtı kema? Patuğa da kamezde savcı ნოდა დედას დაუჯერე დედა არაფერი არ მინდა ჭამე ნოდარი მიდი ჭამე არ მინდა დედა უბანში ხომ აჭამე ბიჭებმა და ჭამე ნოდარი იოცავ ბატონო ალექსანდრე გამლოცე მამა Петя, Туса, ну швребе, Петя, ну швребе дас. Але каче, да? Материал, да? Унап швра. 1 2 3 4 თვალებში დედა აქეთ 1 2 3 4 თვალებში მიყურე ნადავო სიცილის შემქმნელებს ერთადერთი მიზანი აქვთ: გაართონ მაყურებელი, დაავიწყონ სადარდებელი და ყოველდღიური ყოფითი სიდუხჭირა. ერთი დღეს უკვე ავად სახსენებელი კომუნიზმის ბელადი რელიგიას ოპიუმს საზოგადოებისათვის უწოდებდა. დღეს ოპიუმის როლს სიცილი ასრულებს. იუმორი მრავალგვარი არსებობს და მისი მიზანი ყოველთვის გართობა არ არის. იუმორის კლასიკოსები კაცი ადამიანებს დასცინიან იმის იმედით, რომ ასეთი დაცინვა საკუთარ მანკიერებებზე დაფიქრებას გამოიწვევს, ხოლო დაფიქრებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. იუმორის ფუნქცია ესეც ხომ არის, დასცინოს დაფიქრების, გამოსწორების, უკეთესად გარდაქმნის იმედით. მაგრამ როგორც ჩანს, ეს იუმორის მაღალი საფეხურია, რომელსაც ჯერ ვერ ვგებულებთ და ვერც ვწდებით. ან კი რატომ ფიქრობთ სატირაზე, როცა პრიმიტივიზმი უფრო სარფიანი რამ არის. ადამიანს შეუძლია შეიკავოს ცრემლი, სიხარული, ტკივილი, მაგრამ სიცილის შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ის რაზეც გვეცინება ბუნებრივად გამოხატავს ჩვენს ინტელექტს, განვითარების დონეს, გემოვნებას. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ გამოთქმა მითხაირაზე გეცინება და გეტყვი ვინ ხარ შენ, შესაძლებელია მართალი იყოს. გარდა იმისა, რომ თქვენ მიერ გაკეთებული გადაცემებს იუმორის ხასიათი აქვს და ღიმილს გვრის, თვლით თუ არა, რომ შესაძლებელია იუმორს მივცეთ ცოტა სხვა დატვირთვაც, მაგალითად მანკიერებებზე დააფიქროს თქვენი აუდიტორია, რაღაცაზე მიუთითოს. თუ გაქვთ ესეთი გადაცემები, აი რომელს შეიძლება მივცეთ ეს კლასიფიკაცია, რომელმა შეიძლება ჩვენი აუდიტორია რაღაცაზე დააფიქროს, პოლიტიკურ მოვლენებზე დააფიქროს და უფრო აღმზრდელობითი ხასიათში გადავიდეს, ვიდრე მხოლოდ ღიმილია. იუმორი არ ყველაზე კარგი ფორმა იმისიო დაინახო თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი რა. ეგ არის ყველაზე ლაღი ფორმა. ეხლა მე რომ დამიждდეს ვიღაცა და მითხას რომ არა, მოდი აი ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს რაღაცა, ეს შეიძლება ჩემში პირით აგრესია გამოიწვევს და იუმორი არის ის ფორმა, რომელთაც აი თავი ქვეცნობიერად მაინც გადადიხარ კარგის მხარეს, თუ იუმორი კარგი არის, რა თქმა უნდა, რა თუ სწორად მიგითითებს იუმორი ამაზე რა. როდესაც არის სიტყვაზე ვიღაც ძველ ბიჭებზე დაცინვა ხუმრობები ხო რაღაცეებზე ეს თავისთავად მიგითითებს რომ ის არ არის ხო კარგი რაღაც რომელიც მარტო იმაზე ყურება რომ რაღაცა ეს კარგია იყო ხოლმე ხო პერსონაჟები ვასოს პერსონაჟი ხო ნიკა გრიგოლია იყო ხოლმე ხო ესეთი ტიპაჟი რომელიც ძალიან სასაცილოდ ასახიერებდნენ ამ ვითომ ძველ ბიჭებს იგივე სხვა აიღოთ პოლიტიკოსები რომლებიც ძალიან ხშირად იგივე კომედი შოუში ვხედავთ ხოლმე სკეჩებს ხო პოლიტიკოსების გამოსვლების რაღაცეები შოუ ბიზნესის შარჟები ასე ვთქვათ ანუ თავისთავად მიგითითებს ეს იმაზე რომ ეს
ძალიან გავს დღევანდელ ჩვენ სამყაროს, ანუ ეს სკეჩები არის აღებული თითქმის ყველაფერი იმიდან, რასაც ჩვენ ცხოვრობთ, ხო? შესაბამისად, თავისთავად იმაზე რომ გეცინება და იმას რომ დასცინი, თავ ქვეცნობიერში თუ ამას არ გაიაზრებ, თავისთავად მაინც ჩაგიждდება, რომ ის რაღაცა ცუდია, რასაც შენ მე კურიერში ხედავ 9 საათზე. იმას ხედავ მე ცოტა ხანში იუმორისტული ფორმით იმაზე რა, ანუ ეს არის ეგ რაღაცა და საერთოდ რა არის ახლა წინა სიუჟეტებს მინდოდა მე თქვა რო იძახი აი თქვა არ უყურებთ იქ გააცინე და მოიგე რაღაც აი არც მე არ მომწონს გააცინე და მოიგე რა თქმა უნდა არ მომწონს ხო მაგრამ არის ყველაზე რეიტინგული გადაცემა გააცინე და მოიგეს გამეორებები რომელიც გადიოდა აგვისტოში მთელი აგვისტო იყო პირველ ადგილზე რეიტინგებში საქართველოს ტელევიზიის რეიტინგებში და ახლაც აი ეს არის ხო ხტები ანუ იძახის ადამიანი რომ არ მომწონს მაგრამ უყურებს აბსოლუტურად ყველა უყურებს მაინც რა იტყუებიან ისინი ვინც ამბობენ რომ ტელევიზია დედასპიცა ვარ თუ არ იტყუებოდნენ მართლა გეუბნები თვითი არის ხო და ეგ არის მე როდესაც ჩვენ თამაშობთ უნივერსიტეტში ჩვენ მქონდა როგორი რაღაც ცი იყო ძალიან მაღალი დოდის კავენი მე ასეთი სიამოვნება იუმორის კეთები ცხოვრებაში არასდროს იმის მე 96-დან 98-მდე რაც განვიცადა იმის მე აღარ განვიცდია მართლა ვიძახი ოღონდ ეს 15-16 წელია ის მე ესეთი მაღალი დონის იუმორისტულ რაღაცაში მე არ მქონია მონაწილეობა არასდროს აღარ მიმიღია იყო სხვადასხვა გუნდები უნივერსიტეტში ჩვენ ვიყავით გადანაწილებული გუნდებში და თამაშობდით ნელ-ნელა რაც ჩვენ ვიზდებოდით ხო აი მეორე კურსიდან დავიწყე თამაში ეს დარბაზი იზრდებოდა შესაბამისად და მე აბა მოდი და რაღაცა ისეთი ხუმრობა გეთქვა რომელიც არ იყო უნივერსიტეტის დარბაზისთვის შესაძფერისი აი რაღაც ქალის ფორმით გამოსულიყავი რასაც დღესაც აგერ კომედის შოუში სამი სკეჩი იყო სამივეში მიშა სხვადასხვა ქალი იყო რა ხო და აბა მოდი და იქ ქალის ხალათით გამოსულიყავი სტრენას დაგიწყებდა შენივე მეგობრები მოდი და რაღაცა ისეთი ბანანზე ფეხი აქსრიალბოა წაქცეულიყავი მოდი და რაღაცა უხამს თემაზე გეხუმრა არა აი ძალიან სხვანაირად მოდიოდა ეს იყო იმიტომ რომ ჩვენ ამით ვერთობოდით და ჩვენ ამით ღებულობდით სიამოვნებას მერე ამით ჩვენ დავიწყეთ შემოსავლის მიღება ამით მე დავსაქმდი ტელევიზიაში და დავიწყე შემოსავლის მიღება მე რო გამეკეთებინა იგივე იუმორი აი მე ვაკეთებ ერთი და იგივე გადაცემაში მქონდა სკეჩი რა ნანული და გურამის სკეჩი და მქონდა შერლოკ ჰოლმსის სკეჩი რო ნახოთ YouTube-ზე ნანული და გურამის აქვს 200 რაღაცა 1000 ნახვა ამას აქვს 5000 ნახვა ხო ხდები ხალხს უნდა ნანული და გურამი მე თუ იმ ხალხმა არ მიყურა მე თუ ის იუმორი არ გავაკეთე არ მექნება რეიტინგი თუ არ მექნება არ შემოვა რეკლამა ჩემთან რეკლამა თუ არ შემოვა მე ტელევიზია ხელფას არ გადამიხდი და მე ხელფას თუ არ გადამიხდი მე ვეღარ წავალ ფეხბურთზე დღეს საყურებლად საღამოს ვიждები ხო ანუ ხო ხდები ეგ არის ეს ხალხი ვიძახ მე იცი დაბალი დონე არ მომწონს რო ამბობს ის რა თქმა უნდა მოსწონს იმას უყურებს ის განა არ უყურებს მართლა უყურებს უბრალოდ ესე მოთქვას ეგ ის არის ანუ მე ამას უბრალოდ შესწავლიყობ 20 წელი ამ საქმეში ვარ და ვიცით რა როგორ კეთდება არ მოსწონს ერთი შეიძლება რაღაცა უნდა შეიძლება რაღაც უფრო კარგი უნდა მაგრამ იმ უფრო კარგს არ მოყვება ეს ხალხი იმისათვის რომ მეც უფრო კარგი გავუკეთო რა თქმა უნდა მე იქ 10 ნანულ და გურამის რო ვაკეთებთ ერთ შერლოკ ჰოლმს ვაკეთებდით ხოლმე იქ და ჩემ ჭიას სიტყვაზე ჩვენ ჭიას ვისწორებდით ვიღაცები მაგრამ ზოგადად როგორც ჭირდება ერი რასაც უყურებს და რისგანაც მე ჯიბეში ფული შემომდი შესაბამისად მიწევს იმის კეთება რა და არის აუდიტორია თვითონ ამ პროდუქტსაც ქმნის ანუ რას გულისხმობ ჩვენ თუ ვართ რაღაც მაგალითად რამდენიმე ქალაქში შეიძლება კასტინგიო ჩავატაროთ აი ყველაზე მეტ ახალი კომიკოსები გვჭირდება თქვით აი შეიძლება მოვიდნენ რა თქმა უნდა ვიღაცამ ჩავთვალოს რომ აი გააცინე და მოიგეში რომ გამოდენი მაგრამ აი შევზღუდოთ მაგალითად ის აუცილებელი რაღაც ესეთი მოსანიშნი რაღაცები და აი მარტო ესეთი ტიპები გვინდა ვისაც აქვს ეს დაწერილი ვისაც აქვს რაღაცა აი რამდენი კაცი აი შეიძლება ყველაზე მეტი მოვიდეს დაუშვათ აი თქვა 150 აი ძალიან გადაჭარბული მასშტაბის გეუბნები იმას რაოდენობას გეუბნები აი იგივე რომ ეხლა გამოაცხადოს მაგალითად რუსულმა არხმა რომელიღაცამ შეიძლება მივიდეს 200,000 კაცი გესმის შესაბამისად ამ 200,000 კაციდან ფეხბურთსაც ესეა ჭიდაობაზეც ესეა ჭადრაგზეც და იუმორზეც 200,000 კაციდან რა თქმა უნდა უფრო დიდი შანსი არის რომ შენ დახვიდე რაღაცას საუკეთესო 100-მდე ხო რამხელა იმას ვამბობთ ან რამხელა ვატრიალებთ ციფრებს ჩემ გემოზე ხა 100-დან აი იმის გამო რომ არც ერთი არ ყავს მაინც უნდა რაღაცნაირად ესე იგი 40-მდე დახვიდე და მეტი ქვევით არა რომ მე ეს კიდე გადამუშავდა ხარისხი რა თქმა უნდა არ იქნება აი პრობლემა ამაში არის გოჩას ერთი ძალიან სწორი რაღაცა არის და დაუშვათ ჩვენ ვქნით იმას რასაც ხალხი ითხოვს უბრალოდ ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს ცოტა გლობალური მე იუმორზე როცა ვაპარაკობ ხოლმე მიყვარს სხვა თემებზე შეხება მთელი პრობლემა არის თვითონ ქვეყანა რა ტიპის არის
იუმორი არის აზროვნების თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი დაშვება არის ადამიანის თავში, უფრო მეტ რამეზე იცინის. ანუ სტერეოტიპებით რამდენად აქვს გატენილი თავი, იმდენად ის არის, ანუ არ შედის, ანუ ხისტია და წყალს არ იკარებს ქონივით არის, ხო? განვითარებული ტვინი, ნაკითხი ტვინი, მაინც განვითარებული ტვინს ნიშნავს. შესაბამისად, მეტი ინფორმაცია აქვს და მეტი ჩვენთან წიგნს რო კითხულობს ტიპი და ეხლა ცოტა უცნაურია, წიგნს რო კითხულობს ტიპი და იქ არის აღწერილი მაგალითად პირობითად ვიძახი ცნობილი მწერალი წერს ინცესტზე. ფურა საზიზღრობა ამას როგორ წავიკითხავ, გესმის ეს ტვინი ვერავი კონს ეს არის ლიტერატურული ნაწარმოებია, გესმის და შეიძლება ეს წაიკითხო და განადო მოგეწონოს იმ ტიპმა რომ მოიფიქრა ეს მწერალმა. ჩვენი საზოგადოება ესე არის იუმორზეც, ესე არის ყველანაირ ქცევაზე, ესე ჩაცმულობაზე, ესე არის მუსიკალურ ჟანრზე. ჩვენი საზოგადოება არ არის გახსნილი და თავისუფალი. რა თქმა უნდა, ჩვენი ფუნქცია არის საზოგადოება გავხსნათ, მაგრამ ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მიმართულება. აი, მე და გოჩას გვიყვარს მონტი პაიტონია ეგეთი ძველი ინგლისური იუმორისტული ჯგუფი აკეთებდა 60-იან წლებში თუ 70-იან წლებში და BBC-ზე. ეს იყო სახელმწიფოებრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი BBC და ეს პროდუქტი არის თითოეული რაღაც მონაკვეთი ჯდებოდა რაღაც მილიონები რო გასულიყო სახელმწიფო ტელევიზიაში. მაგრამ ამ რაღაცამ შეძლო ის რომ აი ჩვენი ინგლისური იუმორს ვეძახით და უშუალოდ რაც არის და ხანდახან გაუთვისნობიერებად ვეძახით სატელევიზიო ფორმატში ამათ გააკეთეს ეს პირველი ინგლისური იუმორი. ესენი არიან დიდი რეჟისორები, დიდი მსახიობები დღეს მოხუცები ზოგი აღარ არის ცოცხალი და ტერი გილიანი ასე შემდეგ, ნუ არიან ადამიანები. ამათ შეძლეს რომ ინგლისურ ძალიან კონსერვატიულ საზოგადოებას ეხუნენ როგორ თემებზე იცით, აი როგორ გითხრათ, აი ყველანაირ თემაზე, ფაქიზ დედოფალზე, შეიძლება დედოფალი შიშველი გამოეყვანა. ღმერთი დარბოდა, აი რატო იცი რაღაცებს აკეთებდა. იმიტომ რომ მათი ტვინი ინგლისია საუბარი, კიდევ ერთხელ ვეუბნებით, ეს არ არის რაღაცა, ეს არის ძალიან კონსერვატიული საზოგადოება, ხო? ჩვენ ესე ვიცით, რა ის საქართველოს ვართ ჩვენ კონსერვატიული და ინგლისში. მაგრამ ამან საშუალება მიცა იმათ, აი სახელმწიფო დონეზე იყო ეს ჩაფიქრებული, რომ ადამიანების განვითარებისთვის ხელი შეეწყოთ. რა თქმა უნდა ამას ხელს უწყობდა მანამდე ბიტლზი და რა ვიცი მე ყველაფერი და თუ რამე ხდება სამყაროში ალბათ მართლა იქნება ძირითადი, მაგრამ ეს არის ციკლი, ანუ ეს არის რაღაცა დიდი პროცესი, რომლის ნაწილიც არის იუმორი. კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ არავინ არ ამბობს არაფერს რაღაც თემაზე და პირველი ამბობს იუმორისტი, ეს ცუდი კი არ არის, მაგრამ საზოგადოება უნდა მიიღოს ეს როგორც ხუმრობა. ჩვენ უნდა შევძლოთ გადავწყვიტოთ რომ ყველაფერზე შეიძლება იხუმრო. შეიძლება ყველაფერზე არ გაგეცინოს, მაგრამ ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება რა. ბატონ გაგა, თუ შეიძლება ვთქვათ რომ იუმორი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის საშიში, თუ შეიძლება ესეთ კონტექსტში განვიხილოთ იუმორი და რა შემთხვევაში შეიძლება? კონკრეტული რეჟიმისთვის ცხადია. როდესაც იწყებენ რეჟიმზე და პოლიტიკაზე ხუმრობას, ვერ არის იმ რეჟიმის საქმე კარგად. ну მაგალითად არც ერთ რელიგიას მაგალითად არ უყვარს იუმორი. აი სეკულარიზაცია დაიწყო მაშინ, როდესაც დაიწყეს ღუდელებზე ანეკდოტების მოყოლა. უმბერტო ეკოსა პირველი შესანიშნავი რომანი სახელი ვარდისა, სადაც მონასტერში არსებობს ერთადერთი ეგზემპლარი არარსებული ცხადი მის მოგონილი არისტოტელეს ტრაქტატისა კომედიაზე, რომელსაც საშილად მალავდა. რომ ახლა არ დაიწყოს იუმორი არის ძალიან სახიფათო რამე, საქმე. თვითონ საზოგადოებისთვის სახიფათო არ ვიცი. ჩვენს რეალობაში ვისთვის უფრო სახიფათო. ჩვენს რეალობაში ისიც რა არის? ну, კარგი ანეკდოტები რაღაცა ცოტა არ იყოს. მარტივი მაგალითი მაგის ის არის, მაგალითად რადიო ასკუთი, რომელიც შევარნაძეს დროს მე ვფიქრობ, რომ ხალხის ამ საზოგადოების აზრის შეცვლაში იმისაც რომ ჩვენ რაღაც ჭაობში ვიყავით და რაღაც ახალი გვჭირდებოდა, მაგაში დაახლოებით 80%-იანი გავლენა იქონია აი რაღაც მოვლენებში. ხები როგორც ვიცით, ილიონში კითხულობ ლექციას იუმორზე. ხო. რატომ გახდა აუცილებლობა რომ როგორც საგანი ახალგაზრდებში ასე წაგეკითხა იუმორი და თუ შეიძლება იუმორი ასწავლო, თუ ეს არის აი დაყოლილი რაღაცა შენი? არა, იცი რა არის, ისა ჯერ აუცილებლობა გაჩნდა არა, ალბათ უბრალოდ როცა შევთავაზეთ
ანუ უბრალოდ ეს შეხვედრა იყო რაღაც სადაც ვისაუბრეთ და ამის შემდეგ შემომთავაზეს რომ დაიმეკეთებინა ეს აუცილებლობა ამის რა თქმა უნდა არ არის. არც იუმორს არ ვასწავლი იქ მე, ანუ იუმორს ვერ ასწავლი, წარმოუდგენელი ეს. იუმორს ასწავლი თუ შეფასებას? მე ვასწავლი აუცილებლობას იუმორის. აი ეგ არის თავარი და ჩვენ ვიხილავთ ხოლმე ნებისმიერ საკითხს და ვცდილობთ რომ ამ თემაზე ვიხუმროთ. იმ ასკაციან აუდიტორიაში. ეს არის თავარი. ვიხუმროთ არა მაგრად და მე ეს ხუმრობები გახდეს ტოპ ხუმრობები კი არა. უბრალოდ დავცინოთ რაღაცებს. აი როგორც იქ შეიძლება ვიღაცა სადღაც მე მიხვდეს გარეთ რომ რაზე დამაციმინა მაგუნამუსო ამაზე როგორ დავცინე ეს მის პირობითად მაგრამ იმ წუთას იმის ტვინში აინთო რომ აი შეიძლება ამ თემაზეც გაიცინო. აი ძალიან ყავ რაღაცებს დავცინით ხოლმე. აი მაგალითად ავიღოთ ეგეთი რამე რომ ჩვენ რო ვთვლით რომ არის პატრიოტული ლექსი რაღაც. აი დღეს უნდა ვიხუმროთ პატრიოტული ლექსების მიმართულებაზე და ამ ზედმეტ პათეტიკაზე. და წერთ მაგალითად სიტყვებს რომელიც გვახსენდება რომელიც არის პატრიოტულ ლექსში. რა უნდა იყოს ეს სიტყვები და პირდაპირ ვთვლით აი მაგალითად ხმალი, სისხლი, ბრძოლა, დედა, წარსული, წინაპარი, გამარჯვება, მამული, ჰე, რაღაცა, ხო? ამ სიტყვებს ჩამოვწერთ და მე აუცილებლად პირობად ვისახავთ იმას რომ ამ სიტყვებისგან რომელიც სხვადასხვა ლექსებიდან გვახსოვს, დავწეროთ ლექსი. და წერთ ხოლმე ამ ლექსს და მე ვიღაცას აქ დააწერ ქვეშ მაგალითად ვიღაცა რა პირობითად არ ვიცი რომელიმე ავტორის სახელს პირველასოს და გვარს დაწერ დადებ ინტერნეტში და რა მაგარია როგორ დამბურძგავ ჩვენ ვხუმრობთ გესმის ამაზე რომ აი ამებისგან სიტყვი ამებისგან ვავაწყობთ ლექს გამოდის მაგარი პატრიოტული ლექსი არ არის ეს საერთოდ. იმიტომ რომ ჩვენ დავწერეთ რომ ვიღაცებს ვეკაიფოთ. ესე იგი შეიძლება ის წერილების ეგრე ვეკაიფებიან. აიგე? იმიტომ წარმოუდგენელია რა. ხო, რატო შეიძლება რა პატრიოტული ლექსი შეიძლება იყოს ყველა თემაზე. გავაკეთე ამაზე რომ გარდაიცვალა უპოვეს ისა ეგეთი საქაღალდე უპოვეს ნახეს. ხო. ასო როცა ეწერა ლექსები მაგენისთვის. არა, ზოგი ყო galaktioni წერდა პატრიოტულ ლექსებს და ეფერდა მახვილად არც რა თქვა ტარას ბულბაზე გოგოლის ცნობილ ნაწარმოებზე რომ პატრიოტული ნაწარმოების დაწერა ძალიან ადვილია მაგრამ კარგი პატრიოტული ნაწარმოების დაწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. დიახი. კარგი ეს რა მინდოდა ერთი რაღაც უნდა გავარჩიოთ ალბათ რომ იუმორი არის ჩვენი და არის საზოგადო. სულიად სხვადასხვა რაღაცა. ჩვენში შეიძლება ნებისმიერ რაღაცაზე ხუმრობა. აი საზოგადოებრივ სივრცეში არა. აი ეს არის ჩვენი ალბათ იუმორისტული პროდუქციის და არა მარტო იუმორისტულის გარკვეული ხარვეზი რომ არ ვიცით ზღვარი რა შეიძლება და რა არა. აი ადამიანი კამერის წინ ქართველი ან თამაშობს ძალიან თავისუფალია ზედმეტად ან ესეთი გასუსული და ენა მამული სარწმუნოება ხარამის ვერამ. რომ დაითვალოთ, ეს ალბათ განათლების ამბავია. მე თვითონ პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, 10 წუთის განმავლობაში ჩავწერე ქართველი და რუსი ფეხბურთის კომენტატორის ტექსტი. და მე დავითვალეთ, რამდენ სიტყვას იყენებს. 4-ჯერ მეც იყენებს რუსი. აქვს და ან თავში. ეს არ არის იუმორი. და რაც შეიძლება იმას რომ ჩვენი აუდიტორია დაბალი დონის იუმორსაც ასე ვთქვათ ყლაპავს, მე ვიტყოდი რომ ეს მარტო ჩვენი საქმე არ არის. ჯერ კიდევ ციცერონი ამბობდა, როდესაც ერთ კაცს ელაპარაკებდა ისე როგორც ამასაკის ადამიანს, 10 კაცს როგორც 15 წლის ასაკის ადამიანს და 1000 კაცს როგორც 10 წლის. ესეა საერთოდ და ეს სტივ ჯობსმა თქვა, რომელიც იცოდა რას ამბობდა, რომ ამერიკულ ტელევიზიაში ბევრი შოუ არის, ძალიან მდარე ხარისხის. და ნუ არის ლაპარაკი ვიღაც ინტელექტუალის სპეციალურად ადებილებენ ხალხს, აზომბებენ და ასე შემდეგ. ჯობსმა თქვა, რომ არა, ეს სწორედ ის არის, რაც მათ უნდათ. ასე რომ აბსოლუტურად ვეთანხმები გოჩას, რომ შერლოკ ჰოლმსი და მიხაილ ზოშჩენკო არ არის ყველასთვის.
ბატონო გაგა ჩვენ საუბრის როდესაც საუბარი დავიწყეთ გაიჟღერა სიტყვამ დაცინვა და მინდა დაუბრუნდე ამ თემას. ვიცით რა განსხვავება იუმორსა და დაცინვას შორის, მაგრამ მინდა გითხოთ რამდენად გამართლებულია დაცინვის მომენტი, ან არის თუ არა იუმორში აუცილებლობაც კი რომ ვიღაცას დაცინვა. მაგალითად თუ განვიხილავთ ნიჭიერის დროს უნიჭო მონაწილეებს, რომელსაც არანაკლები რეიტინგი აქვს ვიდრე მაგალითად კონცერტებს, იგივე ჯეოსტარის შესაჩევ ტურზე. პრინციპში რაღაც არაეთიკური ამის ცხადია არის, მაგრამ რახანის კაცი თვითონ მოდის. ხო, ეგ არის. და ამიტომ იცის რომ გამიჩნდება საჯაროდ. და იმის ყო არა აქვს რომ სარკეს ჩაიხედოს ასე ვთქვა. ნუ ალბათ არ არის. თუმცა რაღაც მან მე მგონი იმ საწყალბე მე მიჩნდება. მან იმას კი არ დასწინო ის ცუდად ვღერის. იმას დასწინო ის მოვიდა იქ რომ აი მაგდენი ხო ნუ ეგ არის დასაწინო მაგდენი არადეკვატური თვითშეფასება თქვა. ნუ დაცინვა რა ერთ-ერთი იუმორის ერთ-ერთი თავარი ის არის გამოხატვა თქვა. პაროდია, სატირა, რაღაცა რა თქმა უნდა, აუცილებელი რაღაცა, ნუ ცხადია, ზედმეტი არაფერი არ ვარ. რაღაცა საზღვრები ყოველთვის არსებობს. რა უნდა გაკეთოთ თქვენ როგორც იუმორისტებმა და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ როგორც აუდიტორიამ იმისათვის რომ ერთი ხარისხიანი იუმორი მივიღოთ. მე პირადად ყველა მე ხა ვერ ვიტყვი მე იცით რა მოდი ახლა პირობები რომ შემიქნა მე ხვალიდან ზუსტად ისეთი იუმორს გაიკეთებ რომ ეს თქვენ მოგეწონებათ არ ვიცი მე ხო შეიძლება არ მოგეწონოთ ისე ვის მოგეწონოს რა მაგრამ მე პირადად მე როგორი იუმორიც მინდა და მგონია რომ თქვა აი რაღაც დონეზე ის ადამიანები ვინც ამბობენ რომ იცით რა ეს დაბალი დონის იუმორი არა რაღაც თქვა კომედი შოუ და რაღაც და მე ცოტა უფრო მაღალი დონის მინდა იმათვის რაღაცა მოსაწონს მე შეიძლება გავაკეთებდი რომ ვიცოდე რომ მე სტაბილურად უახლოესი 20 წლის განმავლობაში მექნება ის ანაზღაურება, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ჩემი გადაცემის რეიტინგზე. აი მე თუ ვიქნები ანუ მაინც მივდივართ ეკონომიურ მხარესთან. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ჩემი საქმეა, ხო ხვდები? ეს არის ჩემი საქმე. ამით ვშოულობ მე ფულს და ამით ვცხოვრობ რა. ანუ ეს გახდა ჩემი საქმე, რაღაც სხვა საქმეებთან ერთად, ანუ ძირითადი ერთ-ერთი ის არის, ხო და შესაბამისად, როდესაც ეს არის საქმე, ანუ ეს უკვე გახდა ჩემი პროფესია, ხო? მე დამოკიდებული ვარ იმაზე, რომ ჩემი ოჯახი უნდა ვარჩინო ამით და შესაბამისად შემოსავალზე ვარ დამოკიდებული. მე რომ მქონდეს იმის სტაბილურობა, რომ მოდი რა მე შენ რეიტინგს არ უყურებ, გოჩა შენ როგორიც გინდა ისეთი გააკეთე, შენ რაც გესიამონება. შეიძლება რეიტინგი უფრო დაბლა წამოვიდეს, მაგრამ სამაგად ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ აი ესეთი მინდოდა ზუსტად. ეგ არის TV11-ის მაგალითი არის, მე ძალიან მომწონს TV11 და საშინელი რეიტინგია. TV11 რა, აი მაგალითად კაცების შოუ რაც ქონდა ბიჭებს, ხო, ჯანელიძე, იკო, ვახტანგიშვილი და ისინი რა ძალიან მომწონს. და ყველა ამბობს, რომ ზავაიმე იმას უყურებ მარტო. არავინ არ უყურებდა 1% ქონდა, ნუ მე ინტერნეტში უყურებდნენ ხოლმე. ძალიან დაბალი რეიტინგი ქონდა. აი ეგ არის მაჩვენებელი იმის, რომ თქვა, აი ისინი აკეთებდნენ იმას, რაც თვითონ მოსწონდათ სიტყვაზე, მაგრამ დაიხურა. მეც მივდივარ სატელევიზიო რეიტინგში. დაიხურა და ეხლა უკვე საბოლოოდ დაიხურა. თავარი არის მე ვფიქრობ რომ ესე პრობლემის დაყენება საერთოდ არ მგონია აუცილებელი არა ჩემი პოზიციიდან რომ მე ამ სფეროში ვარ. მე ვფიქრობ რომ ყველაფერს ასწორებს კონკურენცია. შესაბამისად ეს ბაზარი არის ჯერჯერობით ძალიან არა კონკურენტუნარიანი. იმიტომ რომ რეალურად აკეთებს ორი ჯგუფი რომელიც თავის დროზე სულ ერთი ჯგუფი იყო და აქედან გამომდინარე თუ იქნება კონკურენცია ხარისხი აიწევს. ბატონო გაგა თქვენთან იგივე კითხვით გადმოვალ და დავასრულოთ. ხო მე არ ვიცი ალბათ მართლები არიან ბატონი გოჩას ბატონი ნიკაც კონკურენცია სპექტრის გაზრდა ამურჩევითი მაყურებლისთვის განკუთვნილი იუმორი ჯგუფისთვის და თუ ისე და მაგას საბჭოთა დროს გამოვიდა ჟაკ ტაციანი ეგეთი ფრანგი რეჟისორი მისი გენიალური ფილმი გართობის დრო რომელიც არის ნუ ძალიან დახვეწილი სატირა ფრანგულ მაშინდელ საზოგადოებაზე და სანდრეში მოიხსნა არავინ არ მიიღო შევიდა თქვა რომ არ შეხვიდეთ ცუდია გესმით ამ ფილმს ნუ არ მგონია რომ და მსგავს ფილმებს დიდი მაყურებელი ყავს მაგრამ ნუ არ გაკეთდეს ამიტომ კარგით, იგივე მინდა ვკითხო დარბაზ, ალბათ საინტერესოა, რას ფიქრობენ სტუდენტები.
და არა მარტო სტუდენტებიც. მე მინდა გითხოთ, ხედავთ თუ არა დღევანდელი იუმორში პრობლემას, რა შეიძლება შევცვალოთ, ან რაზეა ეს ცვლილებები დამოკიდებული? ვუყურებ ძალიან ხშირად არის რუსული კომედი კლუბზე პაվել კოლია, რომელიც ანუ აქვს რუბრიკა, სადაც ლაპარაკობს თავისუფლად, ანუ თან არის როგორც იუმორისტული, ისე ანუ ადამიანს დააფიქრებს ამ საკითხებზე, რაზეც ის საუბრობს. ანუ რაღაც ესეთი სახის გადაცემა რო გქონდეს ჩვენც არ იქნებოდა ცუდი. პაվել ვოლიას ფუნქციას ვასრულებდი მე მაგ გადაცემაში, პირველად თუ დავიწყეთ კლუბ შოუ, იყო მსგავსი გადაცემა, ზუსტად რაღაც სხვადასხვა თემებზე, აი რასაც პაվել ვოლია აკეთებს, ასეთ თემებზე იყო ხოლმე ანუ ხუმრობები, იგივე მოწვეულობებთან, იგივე რაღაც ასეთ იმებზე. თუმცა ხო გეუბნებით, აი რუსეთში უფრო მარტივი არის ამის გაკეთება, ვიდრე საქართველოში. იმიტომ რომ იქაც არის, რა თქმა უნდა, ტაბუდადებული თემები, ისინი ხო ჩვენი ერთმორწმუნეები არიან, მაგრამ უფრო ლაღად ხუმრობენ ამაზე, იმიტომ რომ უფრო მეტ ხალხში შეიძლება რაღაც თემების ტაბუ მოხსნა. ჩვენთან ცოტა რთული არის, ეგ ცალკე თუ ჩავიკეტებით ოთახში და იქ ვიხუმრებთ რაღაც თემებზე. იმიტომ რომ აი წარმოიდგინე რა პრობლემა გაწუხებს, მაგალითად, რაზეც გინდა რომ თქვა პაվել ვოლია, ქართველი პაվել ვოლია ხუმრობდეს. აი თქვა. ქართველი, არ ვიცი, ანუ როგორც თქვენ რო გაქვთ გადაცემა სოციალური ქსელი, ანუ სახელმწიფოებშია პატარა პრობლემა. ანუ მაშინ ანუ მასაც ქონდა იგივე ანუ რაღაც რუბრიკასავით, რომ ანუ აჩვენა რაღაც მაყურებლები, ანუ Facebook-ის მომხმარებლები, სადაც იყო კრიტიკა, ასევე იყო ცოტა ხნის წინ იყურე პატარა ბავშვების მოპყრობაზე, რომ აცვიათ რაღაც არმანი, გუჩი და ანუ არ იციან რაღაც ესეთ რაღაცები. ანუ შეიძლება იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველებს ბევრი გვაქვს ესეთი თემა, რაზეც შეიძლება რომ ესე თან იუმორის მხრივ და თან რაღაც მისახვედრებლად გავაკეთოთ და ესე კონკრეტულად არ ვიცი. ხო, ანუ რა არის ახლა მაგ თემებზე ზოგადად იგივე თუნდაც ჩვენ გადაცემაშიც რა არის ხოლმე იმაში ინტერნეტში სასაცილო რა მაგალითად ხუროთ ხოლმე ახლა ეგ უბრალოდ ფორმა არის, როდესაც თვითონ მაგ გადაცემის ფორმატში არის ის რომ პაվել ვოლია უნდა გამოვიდეს და ამაზე იხუროს. ხო გეუბნით მქონდა ეგეთი გადაცემა, რომელიც ნუ შემდეგ დაიხურა რაღაც მიზეზების გამო და თორე ისე თვითონ მაგ თემებს, რაზეც პაվել ვოლია ხუმრობს ხოლმე, მაგ თემებს თუ აი რო ჩავუჯდეთ ხო, რომ ნახავთ რომ ყველა თუნდაც შეიძლება კომედი შოუს სკეჩში გინახავთ იგივე თემაზე ხუმრობა იქ. ხო, ანუ მაგ თემებს ჩვენც ვეხებით. უბრალოდ ის ცოტა სხვანაირი ფორმით ეხება, ეს ცოტა სხვანაირი ფორმა არის. თუმცა პაվել ვოლია ძალიან მაგარია და მე ჩვენთან ის ფორმატი არ არის პოპულარული, სადაც კომიკოსი დგას და ხუმრობს. პოპულარული ეს ფორმატი, რასაც სტენდაპი არ არის პოპულარული, აი ეს არის რა. ანუ ჩვენ თვითონ უფრო მეგა შოუების ის ვართ მომხმარებლები რა ტიპი რო დგას არ არსებობს აი ეხლა კი არა ჩვენ არ გვაქვს ისტორია გადაცემა უნდა დასრულდეს ხო ვიცი არ გვაქვს ისტორია სადაც ადამიანების კონცერტებზე ვიღაცები მიდიოდნენ სადაც ვიღაცა იდგა და ლაპარაკობდა ხო აი ტელეკომუნისტების პერიოდში ერთი მაგარი სტენდაპ კომიკოსი ყავდა ჩანტლზე და მის მერე რა ვიცი მე რა მხოლოდ ჩავარდა ქართული თემი ჩანტლზე იყო ორადორი ადამიანი მთელი საქართველოს ისტორიაში ვინც ესე იდგა და მე დაუშვათ ხო გასაგებია და მაგას ვიძახი მაგრამ ეს ცდელობა ანუ ეს არის მუდმივი პროცესი იუმორინამდე რო არ ყოფილიყო ვარდნა ეს იუმორინა იქნებოდა მაღალი ხარისხის რაც მოხდა რაც არის ამერიკაში კიდევ თორეონები და რაც არის რუსეთშიც ეს ამ ტიპებმა რო კავენის თამაში თავი დაანებეს და გახდნენ თითეული ინდივიდუალურად იუმორისტი ტიპი რო გახდა და ყველა გამოდის და რაღაცას აკეთებს ხო რაღაცა მონოლოგს კითხულობს იგივე ვოლიას თავის სტილში ვიღაც თავის სტილში ეს არის თანამედროვე უფრო ვიდრე დაუშვათ რაღაც. ხო, ეხლა იგივე ლონდონში რო გაიაროთ, აი რაღაც უბანში რო გაიაროთ, ნებისმიერი ბართან დილით დაგხვდება წარწერა, რომ დღეს აქ კომედი კლუბი არის, საღამოს არის კლუბი, 25 ფუნტი ღირს შესვლა. საღამოს უკვე დაგხვდება, რომ ორი კაცი 25 ფუნტად რა, აკლებენ მერე ფას რო ხედავენ მერე კიდე. და შედიხარ, აი შედიხარ გოგონასთან ერთად მიდიხარ, ხო, უი წამო შევიდეთ. აი ჩვეულებრივი კულტურა, როგორც აქ რო შედიხარ და რესტორნის მომღერლებს უსმენ, ხო? ჭამ და ქეიფოთ, იქ ისე შედიან. აი ეს ხედან რაღაც უსმენენ იმ ტიპს, სიამოვნებს რაღაც არ მოსიათ, ჩუმათი პუტპუტებენ თავისთვის რაღაც ხეს მოკიდებენ, იმას იზავენ და ეს რაღაცა და ის ტიპები ახლა ვინც მერე იმ კლუბში და ესეთი არის გვერდი ეს კლუბები და არის უამრავი. ხო და ის ტიპები მე იქ ვიღაცა რომ მაგარი გაიჩითება ხო ის მე ვიღაცა როგორც საფეხბურთში რო არის მეშვიდე ლიგაში კაი ტიპი გაიჩითება ვიღაცა წაიყვანს ხო ეგრე ვიღაც დაინახავს ვიღაც აღმოაჩენს ეს რა კაი ტიპია მოდი და სადღაც ცოტა უფრო მაღალი დონის კლუბში წაიყვანს იქიდან წაიყვანს აქ ხო გეუბნები ნიკუშას ქონდა მაგის ცდელობა რომ აი პაվել ვოლია რასაც აკეთებს ხო ნიკუშას ქონდა რაღაც თემაზე გამოვიდა
იხუმრა რაღაც თემაზე და იქ მოიცა შელიჭირები აქეთ იქით რაღაც და ხო ხვდები ორი იმის მერე ვეღარ გააკეთა. იმიტომ რომ არ გქონდა აზრი, რა ცალკე შემოდაიჭყვიტო ნერვები, ცალკე შემოსავალი არ გაქვს, მაგრამ აი არა რა. სხვანაირი განვითარების ხალხი ვართ რა. გვირჩევნია რა ის ცოტა სხვა რაღაც ხალხი. ხო, ვერ აიტაცა ამ ხალხმა რა. ისე ყველას უყვარს პაველვოლია და კომედი კლუბი. ყველას უყვარს პაველვოლია, კომედი კლუბი, იცი რა მე რუსულს უყურებს მარტო ქართულს. რა თქმა უნდა, მეც უყურებ, ჩვენი მეგობრები არიან, თან ძალიან ახლოს მეგობრები, ერთად თამაშობდი და მოგებული გვაქვს პაველვოლიას. მაგრამ ჩვენი მეგობრები არიან ისინი რა და მართლა მომწონს მათი იუმორი და მე ვუყურებ რა, სიამოვნებს რომ ვუყურებ ბევრი რაღაცა. მაგრამ ნუ აი აქ არ გამოვიდა რა. დიახ, წეგან რუბრიკაშიც ნახეთ, რომ გამოდის საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ეძახის, რომ მე მინდა მაღალი ხარისხის იუმორი. ხა, ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, შეიძლება YouTube-ში კოხორას უფრო მეტი ნახვა გქონდეს, ვიდრე იგივე თქვენ რომ იძახით Sherlock Holmes-ით რომ გაქვთ გადაღებული იმას უფრო. მაშინ რაღაცო გამოდიხარ და ეძახი, რომ მე მსურს, რატო გამოთქვა პრეტენზიას ამაზე. ანუ თქვენ ქმნით ზუსტად ისეთ იუმორს, რომელიც საზოგადოებისთვის არის მიღებული და არ უნდა გქონდეთ მაშინ მათ თქვენს მიმართ პრეტენზია, ასე რომ ვფიქრობ პირველ რიგში რაც არის მთავარი პრობლემა, ეს არის გაუწიო როგორ თქვა, დაგეხმარონ საზოგადოება თქვენ რომ შექმნათ ხარისხიანი იუმორი. ასე რომ პირველ რიგში ვფიქრობ მთავარი პრობლემა არის საზოგადოება, რომ შექმნათ თქვენ ის იუმორი, რაც მოეწონება ხალხს. უნდა დაგვეხმაროს კრიტიკით, თქო, სწორი კრიტიკით. მე მართლა არ მივიღებ ის კრიტიკას, რომელიც არ მიმაჩნია რომ სწორია რა. იცი რა, აი ეს უბრალოდ სიტყვაზე, არა მომწონს, არ არის სასაცილო. კარგი. ხო, კარგი, კი ბატონო, არ არის სასაცილო, რა მოგწონს. რავი, რამე უკეთესი რა. აი, ძალიან გაუგებარი არის რა. და როცა იქნება სწორი ის, ქართული ლიტერატურის უბედურება არის ის, რომ კარგი კრიტიკოსი არ ყოფილია. ზოგადად საერთოდ არ არის როგორც ნუ აი ძალიან რა. ნუ რუსულ ლიტერატურას ყავდა ბელინსკი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი შეიტანა აი ამ ძალიან დიდი ლიტერატურის ჩამოყალიბებაში. იმიტომ რომ ეუბნებოდა რომ ეს კარგია და ეს სუდია და იცოდა რასაც ეუბნებოდა. ჩვენთან ეგეთი არ იყო. ამიტომ ყველა წერს და იღებს რასაც უნდა. კარგით, შემდეგი ბავშვის აზრით მოვისმინოთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მე მინდა შევეხო, აი გაიცინე და მოიგე შოუ რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ნახვა ინტერნეტში და რო არ ვილაპარაკოთ, არ მომწონს, ვერ ვიტან, რას გვანან, ძალიან მარტივად შეგვიძლია უბრალოდ არ უყუროთ განმეორებებს და რეიტინგიც რო დაეცემა შესაბამისად დაიხურება გადაცემას რო არ მოგწონს. რაში მე მინდა მეორე თემასაც შევეხო, გოჩა შევეხო თორშტები 1960 წელს BBC-ზე გადაცემა, სადაც ღმერთზეც ხუმრობდნენ და დღეს რომელიმე შოუმენი ან წამყვანი არა მარტო ღმერთამდე არ წავიდეთ, პატრიარქზე რო იხუმროთ, ჩემი აზრით დაიხურება. არა მარტო ის გადაცემა ტელევიზიას დაიხურება და ძალიან სოციალში ჩავარდებიან. ამიტომ ჩვენში მთავარი პრობლემა რაც არის, დაუბრუნდეთ ლიტერატურასაც შევეხეთ, დღეს საზოგადოება ჩემი აზრით სათაურის მიხედვით კითხულობს, აი დაუშვათ და დეისაძე საიდუმლო სირობა სათაურიდან გამომდინარე რო არ წაუკითხავთ ისე მთელი საქართველოს შეიკრიბა და და ცოტა იყო მაგის ტირაჟი რომ იცოდეთ გაგეცინებათ რაღაც ამ მასოს 200-მდე იყო წიგნის ტირაჟი და ასევე შუშანიკის შვილები და თამარ მეფის პირველი ღამე ლაშაბუღაძეს საქმე იმაში ანუ იმის თქმა მინდა რომ რაღაც სივრცეებში ბოლომდე არ გვიყვარს ჩახედვა ვერ ჩავდივარ ბოლომდე და ზედაპირზე გვიყვარს დარჩენ და სწორედ ამის ბრალია ჩემი აზრით რომ აი ვტივტივებთ და ზოგადად ანალიზის უნარი ძალიან დიდი მადლობა 100%-იანი ხართ გააცინებების წარმატება არის იმაში რომ ეს არის სახალხო პროდუქტი რა ხალხი მოდის და ხუმრობს შეიძლება უკეთესი ხალხი მოვიდეს უკეთეს ანუ ჩვენ ვინც აკეთებს ჯგუფი კარგებს კი არ ტეხავს და ცუდები კი არ გამოყავს ვინც მოდის ის გამოყავს გესმით და ხალხიც მაგითო უყურებს და მაგითო თავის თავს ხედა ან იგივე ფაქტორია რომ ზოგი დასცინის რომ აიმე ნახე რა ცუდი იყო არის მეორე ფაქტორი რომ ნახე ეს ხო ჩემნაირი ტიპია მივიდა 1000 ლარი მოიგო აი რა იმასაც უნდა შეიძლება რომ მოვიდეს და მოიგოს თავს ხედავენ იმაში და უყურებენ რა მაგითო სიამოვნებთ რა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ახლა გადაცემა თუ შეიძლება და მე თუ გვინდა გავაგრძელოთ საუბარი ცოტა იუმორზე ცოტა სერიოზული გადაცემაც კი გამოგვივიდა მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს რომ თქვენ განაგრძობთ რეიტინგული მაღალ რეიტინგული გადაცემების კეთებას და ჩვენ ნამდვილად გვეცინება თქვენს
სტუმრობებზე. გისურვებ წარმატებებს და ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის, ძალიან დიდი მადლობა აუდიტორიას, რომ იყავით აქტიურები და შეგვიწყეთ ხელი გადაცემის ჩაწერაში. მადლობა. მადლობა.